აჰა, დაიწყო აგარაკების სეზონიც და ჩვენც დაუყევით ყველაზე ცნობილებისკენ და სნობილებისკენ წყნეთი, კიკეთი, კოჯორი. ასე დავიწყებ პირველი ჩვენი გაჩერება კაკლებში. აქეთ სულ ოქრო ხალხი ცხოვრობს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. მაგრამ ის არის ცუდი, რომ ეხლა აქ ღობეები და უამრავი სახლებია, მე მახსოვს აქ იყო მინდორი, მაგრამ ვერაფერს იზავს, მიცოცავს ნელ-ნელა ურბანიზაცია ხდება, ქალაქი ყლაპავს მის შემოგარენს. დაბა წყნეთი. დაბა 1967 წლიდან მიენიჭა ეს სტატუსი, მაგრამ ისტორიულ წყაროებში ოდითგანვე მოიხსენიება მანგლისის გზაზე. წყნეთი ძირითადად ფუნქციონალურად თბილისის საწყობი იყო, ასე ვთქვათ, ნატურალური პროდუქტები აქედან შემოდიოდა. მესაქონლეობა იყო განვითარებული და მაწვანი რძის პროდუქტები, ხორცი ამ გზით შემოდიოდა ქალაქში. იერნი ამა ქვეყნისა იმ თავიდან მიდრეკილები იყვნენ წყნეთისკენ ამ მოსახლებაზე. რატომღაც პოპულარული შეიქმნა ეს ადგილები, ურიგებდნენ დამსახურების და მიხედვით, იყო ყველაზე ცნობილი მინისტრები, მერე იყო რაღაც პროფესიების მიხედვით გაყოფილი გეოლოგების, ქიმიკოსების. ასეთი დანიშნულება ჰქონდა წყნეთს, ასე ვთქვათ, ბოგემური იყო ცნობილი ზაფხულის კინოთეატრი მაია, სადაც ხდებოდა 1000 რაღაც და მახსოვს ჩემ ბავშვობაში ერთი ისტორია, მაღალი თანამდებობის შვილები დააკავეს, სოკოლოვი აცხადებდა, რომ ჩვეულებრივი ტუსოვკა იყო და ამოუვარდნენ და ეს იყო მთელი დანაშაულის გახსნა. აი ასეთი დროებიც ახსოვს წყნეთს. 90-იანებში მოხდა ჩანაცვლება, როგორც გახსოვთ, ძლიერთა ამა ქვეყნისა და აქ აირია მთელი ამბები, ტოლვილები შესახლდნენ ამ ეგრეთ წოდებულ დაჩებში და იყო მერე დიდი ხანი დავა და ალბათ დღემდეც გრძელდება ეს ამბები. ვინც ფილმი ნახა, მიხვდება ჩემ ჟესტს თუ რას ნიშნავს. გაზაფხულზე ფეხი მიაწვა თოვლის ატკეპ მანქანას და ნამდვილად არ არის ეხლა სეზონი თხილამურების, შეგიძლიათ ტრასაზე გვირილებიც დაკრიფოთ, მაგრამ თავარი ისაა, რომ თბილისიდან სულ 20 წუთის სავალში თუ თბილისელებს გაუმართლა და იმ წელს თოვლი მოვიდა, შეგიძლიათ ამოხვიდეთ და აქ ისრიალოთ. მახსენდება ბნელი კომუნისტური ბავშვობა, ციგა ჩუკი და გეკი ერქვა, ასეთი სამი თხილამური ჰქონდა ციგას და უფრო ბნელი ბავშვობის ამბებიც იყო, გადაჭრილ ლინოლეუმზე, ესე ხელის მოსაკიდებით შდებოდით ხოლმე და ვსრიალებდით. აქაც ყოფილვარ ძალიან ხშირად ბავშვობაში. ეგეთი ისიც იყო რასისტული ხუმრობა თუ შოვინისტური რასისტული, იმაზე სოფლელებზე მიჭედებული კალოშით სრიალებენ, ღობეზე მიჭედებული კალოშით. მაგრამ ახლა მინახავს ცხოვრებაშიც ეგეთი თხილამურის სახეობა. კიკეთი, გვირილის მინდორი ძალიან რომანტიულ განწყობაზე დაგაყენებს. ტიპიური ქართული მინდორია, ქართული კინემატოგრაფიც, აი თუ რუსულ კინემატოგრაფში არყის ხეებია, ქართულში გვირილის მინდვრებია. კიკეთის შემოსასვლელში ეს მშვენიერი მინდორი, შეგიძლიათ ამოხვიდეთ ილაშქროთ და ყველას გირჩევთ ამოხვიდეთ, ეს არის იდეალური დრო, 2-3 კვირა დარჩა და ამ დროს უქმად ნუ დაკარტავთ. კიკეთი, თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი, ულამაზესი ადგილები, აქედან ჩანს თვითონ დასახლება კიკეთიც და იქით მხარეს
ხეობა ალგეთის. კიკეთი 1200 მეტრზეა ზღვის დონიდან და ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით 9 ძმა ხერხეულიძე სწორედ კიკეთიდან იყვნენ წარმოშობით. აქედან მარაბდაც მოსჩანს და მოვიგონოთ 9 ძმა ხერხეულიძე, 7 ძმანი ჩოლოყაშვილნი, 9 ძმა ასევე მაჩაბელიც დაიღუპა მაგ ბრძოლაში, ეპისკოპოსი რუსთველ და ეპისკოპოსი ხარჭანელ. ქართულმა ეკლესიამ მოგვიანებით ყველა მათგანი წმინდანად შეერაცხა. კიკეთის როშა ეგრეთ წოდებული და ამ გაყოლებაზე სულ არის აგარაკები. მოსახლეობა ბოლო აღწერით არის სულ 173 ადამიანამდე. მაგრამ ზაფხულში სამაგდება ეს რიცხვი და თუ ჯიბი არ უწყობთ ხელს რომ ავიდნენ წყნეთში, ამოდიან კიკეთში დაახლოებით 9 ფასიღის თუ მესამედი არა სეზონი. და ინახეთ როგორი ჯადოსნური მდელოა საპიკნიკი ადგილი და ეს მომეწონა არავითარი დადგმა არ დაგჭირდა რომ აქ მოგვესუფთავებინა და დაგვხვდა ესეთი კოცონის ასანთები ადგილი მოსუფთავებულია ერთმას ვერ ნახავთ არაბუნებრივი წარმოშობისნის და მე სიამოვნა ნელ-ნელა შემოდის ქართველებში პიკნიკის კულტურა და ეხლაც გვერდზეც ხმები ისმის ამოსულები არიან და დროს ატარებენ და გადამღებ ჯგუფს მაგის ფუფუნება არა გვაქვს რომ დავისვენოთ 2 წუთით შევისვენეთ სანახაობას პური სჭირდება და ჩვენ ხევსურულს მივილთმევთ სანამ დაბინდდებოდეს. დაბა კოჯორი თბილისიდან 18 კილომეტრია დაშორება. თრიალეთის ქედზეა განლაგებული ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრის სიმაღლეზე. ბოლო აღწერით 1990-იანებისთვის ცხოვრობდა 1800 ადამიანი. და აქ არის შავნაბადას ბატალიონის კაპრალ გიორგი ლომაძის სახელობის ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი. და უცნაური სანახაობის მომსწრენი გავხდით. ეს ვერტმფრენი შხამქიმიკატებით წამლავს ტყის გარკვეულ ნაწილებს, სადაც საშიშროებაა ეპიდემიის, რომელიღაც ჭიის. და ყოველთვის სასიამოვნოა განცდა იმის, რომ ვიღაცა ზრუნავს ბუნებაზე. აქ ახლომახლო კოჯლის ბატალიონია განლაგებული და თავის დროზე აქ იყო საბჭოთა ჯარები იდგნენ ზუსტად ამავე ადგილას ყაზარმებში. ხოლო ეს ანტენა თუ ანძა მრავალთეფშიანი, რომელიც მთის წვერზე მოსჩანს, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით იყო მთავარი ხმის ჩამხშობი საქართველოში. გლუშილკა ასე ეძახდნენ მაშინ და ხალხი ელოდებოდა, ეძებდნენ ხოლმე ძველ რადიოლებში სიხშირეებს და ისიც როდესაც იპოვნიდნენ, ახშობდნენ. აი ესეთი მძიმე პერიოდიც ახსოვს საქართველოს და დღევანდელ ახალგაზრდობას მაგის პრობლემა მაინც არა აქვთ, აქვთ წვდომა ნებისმიერ ინფორმაციასთან. დეკ ისვრიან. ბავშვობიდან მაფრთხობდა ეს წარწერები გზად მანგლისში მიმავალს. მანგლიშიც არის სხვათა შორის რამდენიმე სამხედრო ნაწილი და აქაც როგორც ვიცით იყო რუსების სამხედრო ყაზარმები განლაგებული. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო კოჯლის ბატალიონი და დღესდღეობით არის სერჟანტთა მომზადების სკოლა. კოჯლის ტყე მინდვრები ხომ გადავიღეთ რამდენიმე და თვითონ ტყეშიც საოცარი სიწყნარია. კოჯლის ტყის სიზმრები მახსოვს, ასეთი სატელევიზიო დადგმა იყოს, წინა საახალწლო დაჩვენებდნენ ხოლმე ტრადიციულად, მაგრამ ჩვენი ჯგუფის რამდენიმე ახალგაზრდა გადამღებ წევრს ვკითხე და ვერც გაიხსენეს.
რაც შეეხება ფრინველებს, 28 სახის ფრინველი ბუდობს ამ ტყეებში, რომელიც მახსენდება შაშვი, ჩხართვი, კოდალა, გულწითელა, ქედანი, ტყისქათამი. ეს მცირედი ჩამონათვალი რაც მახსენდება. ხოლო ტყე არის წიწვოვანის და ფოთლოვანის ნარევი. ხალხი ამ ეზოს დაამსახლებს ნიკოლოზის დაჩებს ეძახის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად მეფეს ეცხოვრა ამ საცხოვრისში, უკეთესაც გამონახავდა, ალბათ უფრო იმ ეპოქის ამღნიშნელია. კოჯორი, რაც შეეხება მის ეტიმოლოგიას, 4 ვარიანტი არსებობს. ერთი, რომ მისი სვანური წარმოშობა კოჟო ქვას კლდის თხემს ნიშნავს. მეორე ვერსიით, ესე იგი, სიტყვიდან დაკოჟრებული რელიეფიდან გამომდინარე, კიდე ერთი ვერსია იყო აღმოსავლურ ერთ-ერთ დიალექტზე, კოჟორი, ქოჩორი, ეგეც რელიეფიდან გამომდინარეა და მეოთხე ვერსიით კი კოჟორი 4-ად ყოფენ მარცვლავენ და ერთ-ერთ მარცვალში იკითხება სიტყვა კო, რაც ძველ ქართულად მუხას ნიშნავდა და კოჟორი, მუხის ჯვარი. ასეთი განმარტებაა და უძოს მთაზე დღემდე შემორჩენილია მუხნარის, დიდი მუხნარის ტყის ნაშთები. კოჯორი, ქოროღლის მისადგომები. მას შემდეგ, რაც ჩულავერის კომიტეტმა თავი საქართველოს მთავრობად გამოაცხადა, აზერბაიჯანის მხრიდან დაძრული რუსეთის ჯარები სწორედ ამ ადგილას შეაკავეს ცოტა ხნით მაინც ქართველმა იუნკერებმა. გარდა ამ ადგილისა, პოზიცია მრავალ ადგილას იყო გამაგრებული, კერძოდ ტაბახმელასთან და ასევე რამდენიმე სტრატეგიულ ადგილას თბილისის მისადგომებთან და ამ ადგილის გარდაც ბევრ ადგილას დაიღვარა ქართველთა სისხლი, მაგრამ ეს ადგილი იმით არის ცნობილი, რომ აქ იბრძოდა ცნობილი იუნკერთა რაზმი. კოჯრის ციხე, ქოროღლის ციხე, როგორ არის წოდება, შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროებში თავიდან გვხვდება აგარას ციხის სახელწოდებით, ხოლო ვახუშტის ჩანაწერებში ცოტა მოგვიანებით უკვე აზეულას უწოდებენ ამ ციხეს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით სწორედ აქ გარდაცვლილა თამარ მეფე. მანამდე შირვანშაჰი ჰყავდა მას აქ, ისტორიულ წყაროებში ასეა მოხსენიებული და 10 დღე ანებივრა როგორც წერენ. როგორც თამარ მეფის სიკვდილის ერთ-ერთი ლეგენდა იუწყება, აქედან გადაუსვენებიათ ბეთანიაში. როგორც ვიცით, მრავალნაირი ლეგენდა არსებობს ამის შესახებ და სინამდვილეში რა მოხდა და სად გარდაიცვალა თამარი, კაცმა არ იცის. ჩვენი მოგზაურობა ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ცოტა გაიწელა, გრძელი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო. აი ეს მარშრუტი გქონდა ყურისა და გაქვს ამბავში წყნეთიდან ავედით და ჩამოვედით კოჯორ წავკის ოქროყანის მხრიდან. შემოვიარეთ ყველა სნობური სააგარაკი ადგილი და ბოლოს აი ასეთ რაღაცას წავაწყდით ჩვენს არქიტექტურულ ტენდენციაში. რაღაც ახალი ნოტები შეინიშნება, გულის ფორმის სახლს ჩუქნიან საყვარელ ადამიანებს და საინტერესოა სადამდე წავა მათი ფანტაზია საძულველ ადამიანს თუ ძალით გამორთმეულ სახლზე და რა ფორმის სახლი უნდა აუშენო, ეგეც საინტერესოა. ჩვენი მასპინძელია კაფე ინოლა, მოსაშვილის 13 ნომერი და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი ალეკო ელისაშვილი, თბილისის ამქარის წევრი, ტელეწამყვანი, ისტორიკოსი, კანდიდატი დეპუტატობის, აღარ ჩამოვთვლი შენ რეგალიებს, უღრმესი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება თბილისის შემოგარენი, თბილისის საკურორტო ადგილები, წყნეთი, კიკეთი, კოჯორი და ამ თემაზე და არა მარტო ამ თემაზე გავისაუბროთ თქვენთან. კი ბატონო, მოგესალმებით. დავიწყოთ წყნეთიდან. წყნეთიდან დავიწყოთ. წყნეთი ყველაზე გვიან განვითარებული სააგარაკი ადგილია და უფრო
კომუნისტებმა კომუნისტებმა. ასე ვთქვათ. კოჯორი კომუნისტები რომ დავაკვირდეთ თბილისის ისტორიას, ბერია და კანდი ჩარკვიანი სულ ეპაექრებოდნენ და სულ ცდილობდნენ დაეჩაგრათ თბილისის ბურჟუაზიული ინერცია და მემკვიდრეობა. მაგალითად სოლოლაკი ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულ უბნად, ხო, მე-19 საუკუნეში, ნუ მანამდე ანჩისხაცა და სიონ შორის იყო. და ადგენენ და სოლოლაკიდან გამოასახლეს, აი პირველივე წლებში, 21, 22, 23, 24 წლებში გამოასახლეს მთელი ელიტა და შეასახლეს აი ძირითადად ნახალოკიდან, აძალადების მოსახლეობა. ებრძოდნენ ინტელიგენციას თუ თეთრ. ყველაფერს ბურჟუაზიულ მემკვიდრეობას, რომ აი ეს რომ კაპიტალისტების და ასე ვთქვათ იმის ის იყო ძირითადი ელიტარული უბანი, აი შეასახლეს პროლეტარიატი, ლუმპენიც ხშირ შემთხვევაში. და ასევე მოექცნენ და დაიწყეს თავისი ელიტარული უბნის ვაკის განაშენიანება, განსაკუთრებით კანჩარკვიანმა. და კოჯორიც, რომელიც ითვლებოდა ბურჟუაზიული თბილისის, არა მხოლოდ ბურჟუაზიული, ფეოდალური თბილისის თავარი, კოჯორ ტაბახალმა, იმიტომ რომ თამარ მეფის სასახლეც იქ იყო, მეფეებიც იქ იცვენებდნენ, მეფის ნაცვლები იცვენებდნენ და ჰქონდათ აგარაკები კოჯორში. უნდათ ამის ჩანაცვლებას, ანუ სულ ალტერნატივას ეძებდნენ ხოლმე და თავისი, ასე ვთქვათ, ხაზის გატანა უნდათ და წყნეთის არჩი, ძირითადად კანდი ჩარკვიანს უკავშირდება წყნეთის განაშენიანება, მან შექმნა გეგმა წყნეთის და მისი მიმბაძველობით ძლიერნი ამა ქვეყნისა. ხო, აი დასახლდნენ. ყოველთვის ასე იყო, აი თბილისშიც ელიტარული უბანი გაჩნდა იქ, სადაც მეფის სასახლე იყო, მაგალითად როსტომ. ნუ ერთი პერიოდი ელიტარული უბანი იყო მეტეხის გვერდზე, სადაც თამარ მეფის სასახლე იყო, თამარ მეფის მამის, გიორგი მესამის. და იქ ანუ ელიტა სიახლოვე მართველთან, მერე აი თქვა დღევანდელი ერეკლე მეორის მოედანი, სადაც როსტომ მეფემ გადმოიტანა სასახლე და ყველა იქ ეძალებოდა და ელიტარული ეს იყო და როდესაც ბურჟუის კომუნისტური ნომენკლატურა დასახლდა ვაკეში და აგარაკა დაირჩია იქვე წყნეთი. აი ეს მას შემდეგ გახდა, ანუ 40-იანი წლებიდან გახდა წყნეთი უკვე აი ის წყნეთი, რომელიც ჩვენ ვიცით და აი ეს არის ამდენად ქიშპი იყო თბილის ბურჟუაზიულ კაპიტალისტურ თბილისსა და ფეოდალურსა და კომუნისტურ შორის და კლასობრივი ხო და ამას ყვებ მოყვა სააგარაკე ქიშპიც რომ წყნეთი თუ კოჯორი და კოჯორი გვახსოვს რომ ძალიან დაჩაგრული იყო წყნეთის ფონზე, იმიტომ რომ წყნეთში ნომენკლატურა ცხოვრობდა და უფრო ის სვეტსკი ამბავი იყო იქ ყოფნა. ხო რომელიც შობს ეს კიდე ცალკე ამბავი არის. რა ვიცი, მგონი უკვე საგურა მოიქცა იმათ რა ქვია. ახალ სააგარაკე ხაზად და მიმართულებად. კიკეთი ნაკლებად. კიკეთი უფრო წყნეთის თანდევი იყო, რაღაცნაირი ისეთ შუალედური იყო კოჯორსა და წყნეთს შორის, ისეთი არეალია, რომ ერთიც არის, მეორეც არის, ნუ ესეთი გამოკვეთილი მოკიშპი არავის არ ყოფილა, მაგრამ აი წყნეთის განვითარების, განსაკუთრებით წყნეთის განვითარების კვალდაკვალ კიკეთიც მიება ამას, თორემ კიკეთს აგარაკა დიდად მანამდე არავინ არც მოიხსენებდა, არც არავინ წარმოედგნა, რაღაც ინერციით გაყვა კიკეთი წყნეთს. და კოჯორი, მისი ისტორიული მნიშვნელობა და 1921 წლის მოვლენებს თუ გაიხსენებდით. კოჯორი იყო ტრადიციული, ძირძველი აგარაკი ფეოდალური თბილისის, ყოველთვის თბილისი და კოჯორი იყო მისი თამდევი და გვახსოვს ხო კოჯრის ნიავი გრიგოლ ორბელიანის და კოჯორ ზურგი არ აქცია მეფის ნაცვალმა. სხვათა შორის აი ძალიან გულახდილად ვთქვათ ახლა არანაირი ის არ მაქვს რუსეთის იმპერიული თბილისადმი, მაგრამ რუსეთის იმპერიული მმართველობა არ ებრძოდა ფეოდალურ ინერციას ქალაქისას. აი თავის ალტერნატივებს არ ქმნიდა ესე უხეშად და არ ძალადობდა მემკვიდრეობაზე. პირიქით, რომელიც კარგი იყო, იმას დავებდა, ეს ეხებოდა არქიტექტურას, ტოპონიმიკას და ასე შემდეგ. ბევრი მაგალითი ამის. აი ეს კოჯორი მოიწონეს მათაც, ნუ ახლა ქართულ მეფეებსაც შესანიშნავი გემოვნება ჰქონდათ. ხო და არ ეთაკილათ არც მეფის ნაცვლებს და არც რუს მოხელეებს რომ ეს ინერცია გაეგზელებინათ. ის კი არა და ნუ კოჯორს მაგალითად მეფის ნაცვალმა სახელიც იმით გაუთქვა, რომ რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა თბილისიდან კოჯრის სადგურზე გაიგზავნა. საფოსტო სადგურზე და წიფლისკაია უნიკა ქვია, რომელიც $2 მილიონი იღებს ახლა თითო რამდენიც არის სამ ხო ფილატელისტებისთვის თბილისიდან კოჯორში გაგზავნილი პირველი საფოსტო მარკა რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა არის ის რა ქვია რა, ანუ აი კოჯრის რა ახატია ის? რაღაც თბილისის არა, ის ახატია რა ქვია, თბილისის გერბი ახატია და აი ერთი ციდა არის ავსტრიელი იმას ქონია. სულ 3 ცალი არის შემორჩენილი და ერთ-ერთი ავსტრიელი კოლექციონერს აქვს ბოლოს როგორც ვიცი $2 მილიონი იღებს, €2 მილიონი წარმოიდგინე და კოჯორს ამითაც სახელი გაუდგეს.
კოჯორი ყოველთვის იყო ან ფეოდალური თბილისის ნაწილი, ან თბილისის საამიროს ნაწილი, კოჯრის ციხე ყოველთვის იყო, აი ეს შემოგარენი იყო და იყო აგარაკი ყოველთვის მეფეების, დიდებულების, კოჯორ ტაბახმელა. კოჯორი ასე ცალკე არა იყო, კოჯორ ტაბახმელა მოყვებოდა ხოლმე აუცილებლად. ალბათ მისი სტრატეგიული, გეოგრაფიულად სტრატეგიული მდებარეობის გამოც ერთ-ერთი ძირითადი გზა ისე ამოდიოდა ხოლმე კოჯორ ტაბახმელას, ერთ-ერთი ძირითადი გზაც ამოდიოდა, ну, ერთ-ერთი შემოსასვლელი თბილისი იყო, სტრატეგიულადაც მნიშვნელოვანი იყო, კლიმატური თვალსაზრისით თბილისში, როდესაც პაპანაკება იყო, თან მაშინ წარმოიდგინეთ ფეოდალურ თბილისში ხე საერთოდ არ იდგა. ქალაქი ხო გალავნით იყო გარშემოვლებული თავდაცვის თვალსაზრისით და სახლების საოცარი სიმჭიდროვე იყო, იმიტომ რომ მაღალსართულიანობა არ იყო, ორსართულიან სახლს უკვე სასახლეს ეძახდნენ და ყველაზე დიდი ნაგებობა იყო მეფის სასახლე როსტომხანის შემდეგ სამსართულიანი იყო და იმაზე დიდი არაფერი, ну, გუმბათებს ეკლესიისას თუ არ ჩათვლით და იყო თითო სართულიანი სახლი. ამიტომ ძალიან შემჭიდროვებული იყო მთელი ქალაქი და გარშემო გამწვანების თავისებური კულტურა იყო, გამშემო ჰქონდა ბაღები. ორთაჭალის, კწანისის, სოოლაკის, ვერის ბაღები, სხვანაირი კულტურა იყო და შიგნით ერთი ხეც არ იდგა ფეოდალურ ქალაქში. ამდენად, როდესაც პაპანაკება დააჭირდა, ეხლა წარმოგიდგენიათ, როგორი სიცხე იქნებოდა, როგორი მტვერი და ბუღი იდგებოდა, ასფალტი იყო არც. ხო, ამიტომ გარბოდნენ და კოჯორი, რომელიც ახლოს არის, სადაც რამდენიმე გრადუსით მკვეთრად უცბად იცვლება ტემპერატურა, საყვარელი სააგარაკე ადგილი იყო. ხო, და რაც შეეხება 21 წელს, მაშინ ძალიან შეურწყით ობიექტურად, რო ვთქვათ. მაშინ ვერ ვიბრძოლეთ ნორმალურად და ერთადერთი ვინც მაშინდელ საქართველოს ნამუსი მოწმინდა იყვნენ 18-21 წლის პირდიტველა ბიჭები. სულ 126 კაცი. აი იუნკრები და მე ამის ინერციით ყველას იუნკერს ეძახიან, ვინც მაშინდელი ჯარისკაცი იყო. სტუდენტები, მოხარისეები. ყველას იუნკერს ეძახიან, არა და იუნკრები იყვნენ ქართული სამხედრო სკოლის მოსწავლეები, შემდეგ იქ საარტილერიო სასწავლებელი იყო და ახლა თავდაცვა მინისტრო არის. ტაუ, ეგრეთ წოდებული ტაუ. აი მის კურსანტები, რომლებსაც ასწავლიდნენ გამორჩეული ოფიცრები, გენერალ კვინიტაძის დაარსებული იყო სამხედრო სასწავლებელი, ბოლოს გენერალი ჩხეიძე ხელმძღვანელობდა, ალექსანდრე ჩხეიძე, და მათ შეუერთდნენ სასულიერო აკადემიის სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები და ყველა მაგ სახელით მოიხსენიება. და შემდეგ ხო ყველა ერთიანად მოიხსენდა და ყველა ამბობს, რა ბაბუა ჩემი იუნკერი იყო და რომ ჩაეძიები იუნკერი სულ 126 კაცი იყო. აღმოაჩენ რომ ის იუნკერი არ იყო, უბრალოდ იქ მოხალისეთ იყო წასული. გვარდიელთა 1000-ეულიც იყო, მაგრამ ესენი გამოირჩეოდნენ იმით, რომ ყველაზე დისციპლინირებული და ორგანიზებული ძალა იყო ალექსანდრე ჩხეიძე. აი ყველას ურჩევ ერთ რამეს, რომ ეს მოგონებები წაიგდო. ცოტა ხელმიუწვდომელი წიგნია, მაგრამ მონდომება სჭირდება. ალექსანდრე ჩხეიძის მოგონებები ახლა გამოსცეს თუ არ ვსწრები. და ყვება მეც მიფიქრე ამაზე და არა ვარ დარწმუნებული, რომ ისე გავივლიდი მეც, რომ წარმოიდგინეთ პედაგოგის სიამაყე, როდესაც აღწერს, რომ რაღაც მომენტი იყო, როდესაც ბოლშევიკებმა ძალიან შემოუტიეს. და კონჩეტევაზე ერთი 20-ეული გაუშვია, რომ კონჩეტევა რო არ განგვეხორციელა, თავზე ხელაღებული კონჩეტევა, 20 კაცი გაუშვა, მთელი 1000-ეულის წინააღმდეგ და გაშლილი ნაბიჯით მიდიოდნენ მინდორშიო და რამდენიმე მოიცელა, დავარდა. და აი ეს დაწუოდაო მათ გარშემო ტყუიებიო, მაგრამ არც ერთს თავი არ შეურცხვენიაო, ნუ არასოდეს არ შემიძლია ხოლმე ამის უცრემლოდ და ჟრუანტელის გარეშე წაკითხო და წარმოვიდგენდი, არ ვიცი, ალბათ შემეშინდებოდა. წარმოიდგენთ, მიდიხარ და კარაბინს გიშენენ იქიდან ან ტყუიან ფრქვევს და ხედავ რომ შენ გვერდზე რამდენიმე დაეცა, მაგრამ ძალიან მაგრად გაიარეს ეს და რამდენიმე დღე იმდენად მაგრად ადგნენ კოჯორ ტაბახმელაზე, იმდენად კარგი სარდლობა ყავდათ ხელმძღვანელები, განსაკუთრებით ალექსანდრე ჩხეიძე, იმდენად ზუსტად იცოდნენ რას აკეთებდნენ, იმდენად მოტივირებულები და დისციპლინირებულები იყვნენ, აი ამის ნაზავი იყო იუნკრები რომ მაგრები იყვნენ, თორე დანარჩენ ფრონტებზე 10-ჯერ მეტი ხალხი იყო. ხო, მაგიტომ არის ალბათ რომ სწორედ მაგ ადგილს იხსენიებენ ამ დროს თელ გაყოლებაზე მან იყო სოღალუხთან ბრძოლა იყო, კახეთთან ბრძოლა იყო, ავჭალასთან ბრძოლა იყო. სადაც შემაღლება იყო და ნორმალური სტრატეგიული ადგილი ყველგან ბრძოლები მიმდინარეობდა. უბრალოდ აქ როცა 17-ში აიყვანეს ესენი 16-ში გამთენიას აიყვანეს. და 24-ში ღამე გამოიყვანეს. აი ამ 9 დღის განმავლობაში სასწაულები აკეთეს რა. სასწაული რა იყო, რომ 10-ჯერ მეტი მოწინააღმდეგე მოიგერიეს. იმით რომ აი ძალიან მოტივირებული და დისციპლინებულები იყვნენ. აი დისციპლინაში ყოველთვის მოიკოჭლებდით ხოლმე და მათ ეს უხვად ჰქონდათ. და იყო რამდენიმე ისეთი და რო ვერ გატეხეს ეს წინააღმდეგობა ძალიან საინტერესოა, რომ ბაქოდან გამოიძახეს ბაქოს წითელი კურსანტები.
ბორის ძნელაძე იყო მათი მეთაური სხვათა შორის. სპეცრაზმი. ნუ ხო აი ანალოგი. ხო, ამათი ანალოგი, ანუ ესენი ხო სამხედრო სკოლა იყო და იქიდანაც სამხედრო სკოლა გამოიძახეს ბორის ძნელაძის მეთაურობით და ეძრავერ უკვე. ამათ მაი ყველა პოზიცია დაატოვებინეს. და იქ იყო ერთი ისტორია, რომელიც ყველაზე მაგარი ისტორია, უბრალოდ ჩვენ ბავშვობაში არ გვასწავლდნენ და გვასწავლდნენ მატროსოვის გმირობას, ხომ რომ ამბრაზურას გადაეფარა. აი მატროსოვმა ეს სანამ ჩაიდინა 20 წლით ადრე გააკეთა ანალოგიური შალვა ერისთავმა, იყო ასტიქსნის ერისთავთა შთამომავალი სხვა შორის. დღეს ამის ყველა განსაკუთრებით გულმოსაკლავია, იმიტომ რომ ახალგორელი იყო ეს ბიჭი და დღეს ახალგორში ისინი დგანან ისევ. უბრალოდ წითელი დროშა არ აქვს, ახლა სამფეროვანი დროშა აქვს. და შალვა ერისთავი იყო იუნკერი კურსანტი და ძალიან მაგარი ფეხბურთელი. ძალიან სწრაფად დარბოდა. გარემარბი ყოფილა და ერთ-ერთი მომენტი იყო, როდესაც ჩვენები შეტევას გადავიდნენ იუნკრები და ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილას იყო მაქსიმკა. სამი კაცი იქიდან უშეხოთ ყიამფრქვევი და არაძლევდა გადაადგილების ჩვენ თავს არ აწევიდნენ. და გაექანა შალვა ერისთავი, სწრაფად აირბინა და სულ დაიცელა. ერთ ხიშტი ჩაარჭვა. ორს ერთი ტყვიით მოკლა, ერთ ხიშტი ჩააჭვა და ჩაეხუტა ამ მაქსიმკას. ხო და ესე გარდაიცვალა და ამით შეაკავა და ამასობაში მივიდნენ. ეს მოხდა 23 თებერვალს. 23 თებერვალს 1921 წელს. და დღემდე ალბათ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში არა. ხო, ეს არის შესატანი, როცა ბავშვობა ხო გვახსოვს ახლა ჩვენ. და მატროსოვით ვიყავით ვინ წაღებულები, აი მატროსოვი. აი ეს შალვა ერისთავი. იყო ასეთი კაცი და მისი საქართველოს ისტორიაში ასეთი ანალოგია არსებობს. რატო უნდა გვესწავლა სხვა? ხო და აი ამ ხალხმა ძალიან ამუსი მოსმინდა მაშინდელ საქართველოს და შეუპოვრობის ძალიან მაგარი მაგალითი გვაჩვენა მაშინ ყველგან თითქმის დაუმარცხდით, მაგრამ აი ეს იუნკრები, აი პატარა ბიჭები, 18-21 წლის ბიჭები, 126 კაცი, რომლისგანაც 9 დაიღუპა, აი ესეთი მაგალითი და კოჯორს ამითაც გაუთქვეს სახელი. ისტორიის სახელმძღვანელოზე გამახსენდა და იმ ფაქტებზე, რაც არ არის შეტანილი. წინა გადაცემა მქონდა თბილისზე და აი მან ვისაუბრეთ ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმაზე. რაღაც აი დღევანდელ დღეს ვხედავ ანალოგებს რა დავარქვა და ამ რეფორმაზეც რატო არ არის თქვენი აზრით შეტანილი სახელმძღვანელოში? არ ვიცი. ჩვენ სახელმძღვანელოებში ბევრი ხარვეზია. ეს რეფორმა შესატანია, რუისურ პრინციპებსაც კარგად. ჩვენ ისტორიოგრაფია გვაქვს უფრო ზეცართავებით დაწერილი. მე რაც არ მომწონს, რომ აი, კარგი ის, ცუდი ეს, კარგი. ადრე პირიქით იყო კარგი ფილიპე მახარაძე დიდებული მიხაცხაკაია, მე ამოვაგდა და დაამპლები ეგენია და ცოტა კრიტიკულად გვინდა ერთი დიდი მეცნიერი ხომ ყავდა ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი, იმით იყო მაგარი კრიტიკულად გაიაზრა ყველაფერი. მე საბჭოთა პერიოდში ძალიან კონიუნქტურულად გადავწერეთ ისე ყველაფერი და უკვე ძალიან პათეტიურად და ჰეროიზირებულად დავწერეთ. მესმის რომ სწორედ ივანეს პირველ ტომშია მის თხზულებების ეს ამბავი. კრიტიკულად გაიაზრა ეს ყველაფერი და აი ეს კრიტიკა აკლია თანამედროვე ისტორიოგრაფიასაც, აი რომ გადავხედოთ, იმიტომ რომ არის ან საბჭოთა პერიოდში დაწერილი, ან ეროვნული მოძრაობის ტალღაზე, შემდეგ სხვაგვარი ზეცართავებით დაწერილი, ხა მანამდე თქაქუსა ჩოლოყაშვილი ბანდიტი იყო, მერე უკვე გმირი იყო, მაგრამ ყველაფერს უნდა ესე მშვიდად უემოციოდ კრიტიკულად დაწერა და კრიტიკულად გააწერა. აი ვახტანგ გორგასალზე მაგალითად სახელმძღვანელოებში ვერ შეხვდებით იმ ისტორიულ ფაქტს, რომ შეიძლება უცხოელებს მოუყვეთეს ლეგენდა თბილისი და ვახტანგ გორგასალი. ვახტანგ გორგასალს თბილისი არ დაუარსებია, რაც არ უნდა. არ დედაქალაქი გადმოიტანა, იმიტომ რომ არქეოლოგიაც ადასტურებს, ისტორიული წყაროებიც ადასტურებს, რომ არას ბაკურის მეფობის დროს მე-360-იან წლებში თბილისი იყო ქალაქი და სპარსთას პიტიახში ესე წერია პირდაპირ ქრამ ხორ ბორზარდ მოვიდა სპარსთას პიტიახში ესა და ეს და თბილისი იქცა მის ქალაქად და ციხედ. და აქედან აკონტროლებდა, ანუ თბილისი უკვე ქალაქია და ციხედ არსებობდა. ეს არის მე-4 საუკუნე, ანუ მთელი 1 საუკუნით ადრე, საუკუნე ნახევრით ვიდრე დაიბადებოდა ვახტანგ გორგასალი. ხო და უბრალოდ აი ესეც მცდარია თუნდაც და ბევრი ისეთი ხარვეზი გვაქვს, მაგალითად წერია რომ მურვანყრუმ მოვიდა და თბილისი აყვრა, ხო, მაგრამ არაბული ქალაქი იყო მაშინ და მურვანყრუმ ჯაფარიანთა არაბული მმართველობის წინააღმდეგ გაილაშქრა, იმიტომ რომ ეს არაბული საამირო იყო და ქართული სახელმწიფო ორგანიზმის ნაწილი აღარ იყო. აბულკასიმა და მურვანყრუმ მაგალითად მოაოხრეს არაბული თბილისი და არა ქართული თბილისი, იმიტომ რომ არაბები აჯანყდნენ და იმდენად გათავხედდნენ ჩვენი თბილისელი არაბები, ჯაფარიანები, რომ თავისი მონეტის მოჭრა დაიწყეს. ან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ոնց ეს იყო თბილისის საამირო და არა ქართული სახელმწიფოს ნაწილი. ხო და აი რაღაცები არის ისეთები, რომელიც გადმოსალაგებელია და ცოტა კრიტიკულად არის რაღაცები.
შესახეთ და შემოხატა. უჭირს ქართველებს ახლის აღქმა და კრიტიკა და ალბათ მაგ თვალსაზრისით, მაგრამ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, ვიღაცამ ეს უნდა ხო, ივანე ჯავახიშვილი ყავდა ამის მაგალითად, რომელმაც კრიტიკულად გაიაზრა ყველაფერი. მაგალითად, ლეონტი მროველი გააცამტვერა, ხო და დაწერა, რომ ნუ ეს კაცი იყო ფანტაზიორიო, ეხლა ძალიან უხეშად და მარტივად. ხო, რაღაცას ღაპრებს წერდა, რა ქართლოსი, რა ჰაოსი, რაღაცა კუხოსი და ის რა გარდაბანოსი, რაღაცა არაცა მანამდე ეს იყო, რომ აი კახოსი, კუხოსი, ქართლოსი და ჰაოსი იყვნენ ძმები და გარდაბანოსი და რაღაცებს წერდა და როდემდე უნდა ვიკითხოთ ეს ღაპრები და როდემდე უნდა გჯეროდესო ივანე ჯავახიშვილმა და მეცნიერებულად დაასაბუთა სხვა რამ და არა ეს რომ რაღაცა 7 ძმა იყო და 9 ძმა და ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით თამარ მეფე კოჯორში გარდაიცვალა მაგაზე რას მეტყვით. ხო, თამარ მეფესთან დაკავშირებით იმდენი ლეგენდა რომ აი ხლა იქ ხო აღმოაჩინეს თითქოს ინგუშები რო ყოფილა ხო. ეგ მომწონს სხვათა შორის, იმიტომ რომ ინგუშებს რაღაცა ძალიან და მთის ხალხს მაშინდელს ძალიან სენტიმენტები აქვთ თამარ მეფისადმი. იქ არის თხაბაიერდი ერთი მონასტერი და იქ მაშინ გავრცელდა ძალიან ჩეჩნეთშიც პირველი დამწერლობის წყაროები ასომთავრულია თამარის დროს შეტანილი. ეგ სენტიმენტები მომწონს და საერთოდ ლეგენდები მომწონს მიუხედავად იმისა, რომ არ არის მართალი ვახტანგ გორგასლის და ხოხობის და ამ რაღაც ჩახოხბილის ისტორია. მომწონს უცხოელებს ეუნება მარკეტინგულად ამართლებს ყველაფერს თავიდან. კარგია ეს ლეგენდები, რაღაცა ურბანული მითები, რაღაცები კარგია, მაგრამ ნუ რეალობა ცოტა სხვა არის ხოლმე და ვისაც ვატყობ რომ ეს ახტაცებული ამით და ეს მოსწონს ძალიან ამას არ უქარწყლებ ხოლმე რაღაცა დაუტოვო რომ იხარშებოდეს ამაში და იმიტომ რომ ეხა ნამდვილი წიგნის წაკითხვა იქ რა ვიცი მე რაღაც ვახტანგ ბერიძის წაკითხვა ან სხვის დაეზარება და ჯობია რომ ისევ ამ მითების ტყვეობაში იყოს რომ რაღაცა ემოცია მაინც ქალაქისადმი ექნება და არ ვიცი კოჯორში გარდაიცვალა არ გადა ვერავინ ვერ გავიგეთ ხო რეალურად როგორ გარდაიცვალა ან სად არის დაკრძალული რაც შეეხება მოგზაურობას რა აზრის ხართ უაღრესად დადებით. ჯიბე ცოტა სკლად რო გქონდეს ქართველებს გაცილებით კარგი იქნებოდა. თბილისში არის საჭირო წავიტრაბახებ რა ცოტას. ტურებს ვაკეთებ მე თბილისში ორს. თბილისელებისთვის, უცხოელებისთვის არა, სულ მცდელობაა, იმათ უფრო მაგრა დაინტერესებთ, მაგრამ თბილისელებისთვის. ორი ტური ერთი გალავნიში და ქალაქი და ერთიავლაბარი ჩუღურეთი. ელიას უბანი და ვარანცოვზე გადმოვდივართ უფრო კოლმეურნებას. თბილისის უკეთ გაცნობის თბილისში არის ისეთი ადგილები, აი ნებისმიერს ვეტყვი, ნუ ახლა რამდენიმე ადამიანის გარდა, აი ძალიან მაგრები ვინც არის მაია მანია, თეიმურაზ ბერიძე, ხლა მათ ვერ გავაკვირებ, მაგრამ მე თვითონ რომ დავდიოდი, აი ჩვენი ცენტრალური სასიარულო არ სამგზავრო არეალებიდან 10 მეტრში, 15 მეტრში, 50 მეტრში ისეთი ადგილებია რომ შეიძლება სახტად დავრჩეთ. ნუ მე სახტად დავრჩი და ამის შემდეგ სხვაებიც რომ დამყავდა იგივე ეწერათ. ასაკოვანი ადამიანები ყოფილან ხოლმე ჩემთან ერთად ამ ექსკურსიებზე და მათ ვთქვათ რომ აი თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ამ ადგილებს უყურებ თაწმინდაზე. მაგალითად არის ისეთი ქუჩები, ტარიელის ქუჩა, იქ რაღაც ასახავები რომ აი ვერ ჩვეულებრივად იქ ტვერელის ქვემოთ მიდამოები რომ ვერ მოხვდები ის აი ევგენიევსკია ულიცა იყო ერთი აი პირდაპირ ზემელიდან ადიხარ თორაძის შიხთან ისეთი ასასვლელი აი პატარა ბოტანიკური ბაღივით რომ აი გაოგნები ან ისეთი ადგილებია ხარფუხშია ისეთი ადგილები ელიაზე მაღლა ჩუღურეთში რომ სხვაგან ხარ აი სხვა თბილისში აღმოჩნდები და ჩემთვის ახლა მოგზაურობაა თბილისში იმიტომ რომ 1000-ში რო ვარ და იგივე ადგილას გავლილი რომ დავაკვირდები ხანდახან ისეც აღმოვაჩენ ხოლმე რომ აი გავარ და უყურებ 1-20 წუთი რომ ნუ ეს სადაზღვეო დაფა მაგალითად ან ძველი აბრა ან სახელური რომელიც მანამდე არ შემიმჩნევია ან რაღაცა ისეთი სარკმელი ხო და ისეთია გადაშლილი წიგნია რომელიც უნდა იმეორო თბილისი და უნდა იარო და თბილისში მოგზაურობისკენაც მოუწოდებ ყველას იმიტომ რომ მე რო დავდიოდი რომ აი ეს ადგილი იმდენი აღმოჩენა მქონდა და იმდენი აღმოჩენა მაქვს ხოლმე ახლახანს ორთაჭალაში ისეთი წყალსაცავი აღმოვაჩინე წყალსაცავის ნანგრევი მანთაშევის ორთაჭალის სამშაბიეროს და ჩემო ერთმა ახლობელმა აღმოაჩინა ისეთი რამ რომ აი ნუ ვერადავერ მოვიცალე ახლა ამ საარჩევნო ამბების გამო რომ ღრმად ჩაუჯდე რა იყო ის ესე აგურით რა ცოტა მანთაშევი თუ სწორად მახსოვს აი ვინც აჩუქა ორთაჭალის ციხეები მაგის ხო საწყობები იყო მის საწყობები იყო მისგან გამოისყიდეს როდესაც 1905 წლებში პირველი ევოლუციური გამოსვლები იყო მეტეხის ციხეში პატიმრები აღარ ეტეოდნენ ამიტომ სასწრაფო აუცილებლობა დადგა ხელისუფლების წინაშე რომ ახალი ისინი უნდა პატიმრებს ვერ ატევდნენ და საგუბერნიო ციხე გააკეთეს და გამოიყიდეს პირდაპირ საწყობები მანთაშევის
და ღუბერსკის ციხე ერქვა მე მთელი ამ წლების განმავლობაში ხა ინგრევა. ის ციხე, ну, მანთაშევი ძალიან საინტერესო პერსონაჟი იყო ქალაქის ისტორიისთან. თბილისში მოგზაურობა არის ძალიან საინტერესო თბილისში. და თბილისის შემდეგ ხა ევროპაში ვარ დამყოფი, რუსეთში ერთ-ორ ქალაქში. მაგრამ აი კონსტანტინოპოლისნაირი შტაბ-ბიჭდილება ჩემს არაფერს არ დაუტოვებია, იმიტომ რომ აი ეს შუბლით ისტორია. რომშიც ვიყავი პირველად თბილისის მერე ვიყავი რომში. რომსაც რა ვქნა გულწრფელად ვამბობ, ისეთი შტაბ-ბიჭდილება არ მოუხდენია ჩემზე როგორც სტამბოლს, კონსტანტინოპოლს, სადაც ალბათ იმიტომ რომ უფრო მეტი იცოდი და ეს რაღაც არ ვიცი, ბევრი რამ იყო ისეთი, რომ აი ისეთი მასშტაბის ქალაქია, რომ იქიდან ძალიან მეპატარავა თბილისი და საქართველო, აი ძალიან. და ერთი პერიოდი მქონდა რამდენიმე დღე ვიყავი გულშეკუმშული, რომ აი აქ რაღაცა ეს სამეფო სასახლეები, სულთნისასა სივრცე გალავანი როგორი აქვს, ამ ოქროს რკას გარშემო რაღაცა უზარმაზარი, ამ გალავანი არც საერთოდ არ გვაქვს, ხო? ერთი კოშკია ისეთი შეიძლება თელი ნარიყალას ხელა იყოს, მაგრამ ორი დღე რო გულშეკუმშული ვიყავი და ცოტა რაღაცა დამცირებულიც, რომ აქ რა მასშტაბებია და ჩვენთან როგორი მასშტაბებია და მე ძალიან ამაყი ვიყავი, იმიტომ რომ ამ მასშტაბებს ვისკვნი და ის ხალხი იქ აღარ არის საერთოდ. 1000 წელი რომ სოფლიო იმპერია ქონდათ ბიზანტიური, ის ხალხი იქ აღარ არის, ალიკვალი აღარ არის ამ ხალხის დარჩენილი და ჩვენ ზუსტად ისეთები ვართ, როგორებიც ვიყავით იმ ტერიტორიასაც ვარ. ნუ ეხა ჩაჭრილ შემოჭრილი კი გვაქვს, მაგრამ მე მომივიდა სიამაყე, ორი დღე ვიყავი ესეთი გულშეკუმშული და ცოტა შეურაცხყოფილი ჩვენი სივიწროვით და მე მხლებში გავიშალე, იმიტომ რომ ზუსტად ისეთები ვართ. აი და ზუსტად აი ჩვენს ნაწილი ვიყავით იმ დიდი ხო, ხარ ვეუბნებოდით გადაშენდნენ და ჩვენ ისინი ჩვენ ისეთ ჩვენ შევინარჩუნეთ ის იდენტობაც, აი ეს რაღაცა და ისეთები ვართ ახლა რომ წაიკითხო მოგზაურებისას ხო შარდენი ტურნეფორის ხვები. ზუსტად ისეთი ტიპები ვარ, დალევა, დროსტარება, ამპარტავნები, რაღაცა მატრაკვეცები, ცოტა ჯიგრები და ცოტა ვაჟკაცები, ცოტა მშიშრები, აი ეგეთები რა. აი ამ დადებით ნოტზე, ობიექტურ ნოტზე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გულწრფელად გეტყვი რომ იმ მოგზაურობისთვის, რომლისთვისაც ახლა ემზადები, არ მემეტები, მაგრამ ეს კომპლიმენტად ჩათვალეთ. ჩავთვლი. დიდი მადლობა მაყურებელს, მომავალ შეხვედრამდე, კარგად.